მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით დამწყე საზოგადოებას, როგორც ხედავთ სტუმრებიც გვყავს, რაც ძალიან გვახარებს, მივესალმები აპარატს და შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომა. ვის წესრიგი დარიგებულია, გათვალისწინებული არის 5 საკითხი, შესაბამისად კოლეგებო გთხოვთ რომ დავამტკიცოთ წარმოდგენილი დღის წესრიგი. დიდი მადლობა. გადავიდეთ პირველ საკითხზე. პირველი საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიციირებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს საარჩევნო კოდექსში სულების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით. მოხსენებელი ბატონი დავით მატიკაშვილი. კოლეგებო, მოგესალმებით, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას, მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე. პირველი მოსმენის წესით წარმოგიდგენთ საქართველოს ორგანულ კანონში, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც შეგვიძლია დავიწყოთ, თუ კი თქვენ პრინციპების დონეზე მოგახსენებთ. მოკლედ, სამ ძირითად საკითხია, რომელიც შედის საარჩევნო კოდექსში, სამივე გახლავთ ტექნიკური ხასიათის. პირველი საკითხი ეს არის ფოტო-ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა, რომელიც დღემდე მოქმედი რედაქციით იყო სუგადი წესით გათვალისწინებული, მათ შორის საარჩევნო კომისიის ხდომებზეც, მაგრამ მოგახსენებათ, რომ საარჩევნო კომისიისგან განსხვავებით არჩევნების დღეს თვითონ ხმის მიცემის დროს, მაგალითად, ხმის ჩაწერა არის აკრძალული კანონიდან გამომდინარე, იმიტომ რომ პერსონალური მონაცემების გამჟღავნების საფრთხეს ქმნის, შესაბამისად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ცალკე გამოიყოს საარჩევნო კომისიაზე ფოტო-ვიდეო გადაღების და ხმის ჩაწერის საკითხები და ეს რეგულაცია დაადგინოს უკვე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი განხორციელების წესი, რომელსაც წმინდა ტექნიკური ხასიათი გააჩნია. ეს არის პირველი პრინციპი, რომელიც მეოთხე მუხლის მე-6 პუნქტით არის გათვალისწინებული. ასევე ცვლილება შედის 54 მუხლის მე-7 პუნქტში, აქვე გეტყვით 45 მუხლის 44 მუხლში, 45 მუხლის მე-7 და მე-12 პუნქტებში ორი დანარჩენი პრინციპი, რომელიც ამ შემთხვევაში ზუსტება და იცვლება, მდგომარეობს შემდეგში. არჩევნების გამჭვირვალეობის ლეგიტიმაციის და დემოკრატიული სტანდარტების დასაცევა ძალიან უაღრესად მნიშვნელოვანია საარჩევნო კოდექსში ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების არსებობა და მათი მონაწილეობა. ისინი როგორც მოგახსენებათ, საკმაოდ დიდ როლს ასრულებენ მონიტორინგს უწევენ წინასაარჩევნო კამპანიას, კენჭისყრის პროცესს, ხმების დათვლას, შედეგების შეჯამებას და ამ კუთხით დარღვევების აღმოჩენა პრევენციის საკითხი არის მათი მხრიდან მნიშვნელოვანი. დღეს მოქმედი რედაქციით საარჩევნო კოდექსის 54 მუხლის მე-4 პუნქტი მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია, ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიაღწია 18 წელს. ლოგიკური და მიზანშეწონილი იქნება, რომ ანალოგიურად საერთაშორისო დამკვირვებელთან დაკავშირებით ჩამოყალიბდეს ფორმულირება, რომლის შესაბამისად საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რაც პირდაპირ თავსებადი ხდება დამკვირვებლის საერთაშორისო სტანდარტთან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესის მათეული შეფასება იქნება დაცლილი პოლიტიკური მდგენელისგან და სხვადასხვა პარტიული ინტერესისგან, ხოლო საბოლოო ჯამში იქნება მაქსიმალურად ობიექტური და ნეიტრალური. ბუნებრივია, რომ ეს 100%-ით ვერ დააზღვევს იმას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ამ შემთხვევაში მიკერძოება და ორმაგი სტანდარტი არ გამოხატოს არჩევნების შეფასებისას, თუმცა ის მდგენელი, რომლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც გააჩნია აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება კონსტიტუციიდან გამომდინარე, მას აქვს შესაბამისი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებაც არჩევნებში მონაწილეობის და მისი ასე ვთქვათ პარტიულობასთან მიკერძოებამ შესაძლოა ამ შემთხვევაში ზეგავლენა მოახდინოს დაკვირვების პროცესზე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მიმართებით წესი, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო დამკვირვებელი მხოლოდ
მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება, ბუნებრივია რომ ამ რისკს მინიმუმამდე დაიყვანს, სადღაც უცხო ქვეყნის მოქალაქე იმ პოლიტიკური მიკერძოების და მდგენელისგან, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ წიაღში იბადება, მეტნაკლებად უნდა იყოს და არის კიდეც გათავისუფლებული. თან გამოცდილება ჩვენ გვაქვს მსგავსი მოცემულობის სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მიმართებით, იქ-იპიპ-ის არასწორი დათვლებით და ასე შემდეგ ეს საზოგადოებას კარგად ახსოვს. და მესამე საკითხი, რომელიც ეხება ასევე წმინდა ტექნიკურ მოცემულობას, ეს არის თარჯიმნის საკითხი. თარჯიმანი ამ შემთხვევაში თუ კი უცხო ენა არ იცის შესაბამის წარმომადგენელმა, საერთაშორისო დამკვირვებელმა თარჯიმნის მონაწილეობა ამ მთლიან საარჩევნო პროცესში, ეს პროცედურები, მიზნით რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დამკვირვებლების მსგავსად წინასწარ ფლობდეს მათი თანხლები პირის თარჯიმნის სრულყოფილ მონაცემებს, უნდა იყოს გაფრთხილებული კომისია, რომელიც შემდგომ რეგისტრაციაში გაატარებს, ხარი კონკრეტული ვადები მითითებული თარჯიმანს და მას შესაბამის მოწმობასაც გადასცემს, რომელიც იქნება საშვი მისთვის, რომ ის დაუბრკოლებლად მას ის შევიდეს და ასე ვთქვათ დააკვირდეს თავის ფუნქცია შეასრულოს არჩევნების მიმდინარეობის დროს, ხმის მიწების დროს. ეს არის ძირითადად სამი საკითხი, სამი ტექნიკური საკითხი, რომლის ცვლილებასაც პირველი მოსმენის წესით პრინციპების დონეზე გთავაზობთ აღნიშნული დაინიციირებული კანონპროექტი. მადლობა ბატონ დავით. კოლეგებო, შეკითხვები ხომ არ არის? დიახ, ბატონო, გისმენთ. მოგესალმებით. ბატონ დავით, მეკითხვა მექნება საერთაშორისო დამკვირვებლობის ნაწილში. გაქვთ თუ არა მონაცემები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებელთა რა რაოდენობა იყო წარმოდგენილი და აქედან უშუალოდ საქართველოს მოქალაქე რამდენი იყო? თქვენ ახსენეთ კონკრეტული მიზეზები, მაგრამ საინტერესოა კიდევ ერთხელ ნათლად განმარტოთ, თქვენ აღნიშნეთ ესეთი ფრაზა, თუ სწორად გავიგე, მათეული შეფასებებისაგან იქნება დაცული, ანუ აქ ალბათ იგულისხმეთ საქართველოს მოქალაქეების საქართველოს მოქალაქე ვინც იქნება წარმომადგენელი, მისი შეფასებისგან იქნება დაცული, ანუ არა, ეგეთი რამ არ მithქვას, მათეული, ანუ უცხოური, კარგი, დაასრულეთ კითხვა და ანუ მონაცემებია საინტერესო, რამდენი იყო ზოგადად საერთო მასშტაბით საერთაშორისო დამკვირვებლები, აქედან რამდენი იყო საქართველოს მოქალაქე და თქვენ პრინციპების დონეზე ისაუბრეთ და თუ ჩვენ საუბრობთ თავისუფალ სამართლიან დემოკრატიულ არჩევნებზე, რომელსაც თქვენ ატარებთ და აპირებთ რომ ჩაატაროთ, მაშინ პირიქით საჯაროობა კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია თქვენთვის, სახელმწიფოსთვის, ნებისმიერ პარტიისთვის და ამ შემთხვევაში რატო უზღუდავთ მაშინ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყავდეთ ადგილობრივი ექსპერტები ან დარგის სპეციალისტები წარმომადგენლებად ნებისმიერ არჩევნებზე. კი ბატონო, მადლობა, სხვა კითხვები? მოგესალმებით კოლეგებო. პირველ რიგში ბატონმა გიგამ რაც ბრძანა, როგორც ამ ინიციატორის, როგორც ერთ-ერთი ინიციატორი მინდა საზოგადოების გასაგონად კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვთქვათ ის რას გულისხმობს. მე დარწმუნებული ვარ რომ მოხსენებელი ბატონ დავითი ამას მკაფიოდ გაშლის და საზოგადოებას ინფორმირებულს გახდის, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ არ დარჩეს ერთგვარად რაღაცნაირად გონებაში დაილეკოს ასე ვთქვათ კვაზი მიმართულება, მინდა კაფიოდ განუცხადო რომ ბატონ გიგა აქ საუბარი არ არის იმაზე, რასაც თქვენ ბრძანებთ, აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ასე ვთქვათ არის თქვენი კითხვა და ზოგადად თემისგან აბსოლუტურად გაყენებული არის და საერთოდ არ გულისხმობს ამას, რბილად რომ გითხრათ, პირდაპირ რომ ვთქვათ საერთოდ არაფერ კავშირში არ არის არც გამჭვირვალობასთან, რაც თქვენ ბრძანეთ და ძალიან ისე ხვდება ყურში, რომ თითქოს გამჭვირვალობას ვინმე ზღუდავს, ეს ერთი, ეს ასე ნამდვილად არ არის. მეცაც გეტყვით, რომ თქვენ ვერსად ვერ წაიკითხავდით ამას, ვერსად ვერ ამოიკითხავდით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პრინციპების დონეზე განვიხილავთ, ჩვენ მზად ვართ, რომ დეტალურად ჩავყვეთ ყველა საკითხს, თუ რა არის ის, რაც ზღუდავს გამჭვირვალობას და მეორე საკითხი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის. არავინ არ ზღუდავს იმას, რომ ექსპერტების ჩართულობა იქნება ან სხვა სპეციალისტები, დარგის სპეციალისტებთან მიმართებაში, რომ კონდეთ თავიანთი შეფასება, ამას არავინ არ ზღუდავს. მეტიც სწორედ ამას გულისხმობს, რომ დიახ, მათეული შეფასება, რომელიც ექსპერტების დონეზე იქნება თუ ცალკეული პირების შეხედულებები დარჩება ისე როგორც და ქვევით იქნება რომ ისე არის და საზოგადოება ამას გაიგებს რომ ის არის იმ კონკრეტული ეგრეთ წოდებული ექსპერტის თუ
კონკრეტული ცალკეული დარგის სპეციალისტის გნებავთ მისი აზრი და არამს და არამს ეს არ იქნება როგორც ობიექტური ხაზი მინდა გაუსვა ობიექტური დამკვირვებლის მოსაზრება ან პოზიცია. დიდი მადლობა და მე დარწმუნებული ვარ რომ ბატონო დავითი კიდევ უფრო დეტალურად მადლობა ბატონო და მადლობა კითხვებისთვის. პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ზუსტად ეს არის ის საკითხი რომელიც არაიმედად სტატისტიკას, არამედ პრინციპს ეხება. ჩვენ თუ კი სტატისტიკას და პრეისტორიას გადავხედავთ ამ მოცემულობის, ნახავთ რომ დამკვირვებლობის და დაკვირვების ჭრილში იყო ისეთი მოცემულობა შექმნილი 2020 წლის არჩევნებზე, როდესაც პრაქტიკულად შეგნებული ნაბიჯები პარალელური დათვლის გაყალბების მცდელობისა იქნა საფუძვლად დადებული მთლიანად არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის დაყენების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მხრიდან. ამიტომაც გარდა ამის არის სხვა მაგალითებიც, ამიტომაც ბუნებრივია რომ ამ შემთხვევაში სტატისტიკა ნაკლებად გამოგვადგება და ნაკლებად დაეხმარება ამ პრინციპის მიღება არ მიღების საკითხს. აქ არის პრინციპი, თვითონ პრინციპი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ასახა და ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს შემდეგს. ის რომ საქართველოს მოქალაქე 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქეს აქვს სრული უფლება და ქონდა სრული უფლება იყოს დამკვირვებელი საქართველოში სადამკვირვებლო მისიების ქართული სადამკვირვებლო მისიების წიაღში ამას ხალი არ გავუვა და ეს პრინციპი რჩება მისაღებ ამოსავალ წერტილად. იმისთვის რომ მაქსიმალურად შევამციროთ შესაძლებლობა პოლიტიკურმა მიკერძოებამ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის არ შექმნას არასახარბიელო ორგვაროვანი ორჭოფული მიდგომები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დაეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ მისი ნდობის ფარგლებში ისეთი ადამიანი მოიხმოს საქართველოში წარმომადგენლად, რომელიც გათავისუფლებული იქნება ქართული პოლიტიკური გემოვნების შიდა სიტუაციით. თქვენ რაც ბრძანეთ, ნახეთ მე რა ვთქვი, ნახეთ ბუკოლურად წავიკითხავ ამას სიტყვით. მე ვთქვი ასეთი რაღაც, რომ საარჩევნო პროცესის მათეული, ანუ უცხო არაქართული, არამედ უცხო დამკვირვებლების შეფასება იქნება დაცლილი პოლიტიკური მდგენელისგან და სხვადასხვა პარტიული ინტერესებისგან, რაც საბოლოო ჯამში შესაძლებლობას შექმნის არა 100%-ით და სამწუხაროდ 100%-ით ჩვენ ამ ყველაფერს ვერ დავაზღვევთ, მაგრამ მაქსიმალურად შევამციროთ იმის შესაძლებლობა, რომ პირადი მიკერძოების ჭრილში რაღაც არა ობიექტური და ორგვაროვანი ინფორმაცია იყოს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მიწოდებული, რაც უცხოელი 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქეებს არ ქონე პირის შემთხვევაში ბევრად მიღწევადია, ვიდრე მოცემულობაში, როდესაც უცხო ქვეყნის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას საქართველოს მოქალაქე წარმოადგენს, რომელსაც გააჩნია პოლიტიკური შეხედულება, პოლიტიკური სურვილები და პოლიტიკური მიკერძოება იმ მომენტში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებთან დაკავშირებით. მადლობა. დაზუსტებებს არ თვალისწინებს პროცედურა, მაგრამ მოგცემ საშუალებას ბატონო. დავაზუსტებ, ანუ სტატისტიკასთან მონაცემებზე რაც კითხეთ თავიდან, მე ვფიქრობ ჩვენთვისაც და ალბათ საზოგადოებისთვისაც საინტერესო იქნება, თუნდაც ბოლო არჩევნებზე რა წილი ქონდა საერთაშორისო დამკვირვებლობის ნაწილში საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მსგავსების ბატონო, ეს ყველაფერი საჯარო ინფორმაციაა და შეგიძლიათ შევბრძანდეთ CSGO-ს საიტზე და მარტივად ნახოთ. ბატონო არჩილო, მე ბატონ დავითს ვეკითხები, თქვენ უღელავთ. მსგავსი ტიპის ბატონო არჩილო, როდესაც მსგავსი ტიპის ინიციატივის განხილვა ხდება, სტატისტიკური მონაცემები უნდა ვიცოდეთ და როდესაც კითხვა ისმება, ბუნებრივი პასუხი უნდა არსებობდეს. კი, CSGO საიტზე შევძლებთ ნახოთ. CSGO საიტზე საქართველოს მოქალაქეების წილს ნამდვილად ვერ ნახავთ საერთაშორისო დამკვირვებლობის ნაწილში, რამდენი საქართველოს მოქალაქე და რამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე. თუ ნახავთ ამას, შეგიძლიათ გაასაჯაროთ და მიაწოდოთ საზოგადოებას. თქვენთან პოლემიკას არ ვაპირებ კითხვის ნაწილში ვთქვი, რომ საინტერესო იქნება ეს მონაცემები როგორც ჩვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ასე ვთქვათ, რა წილი აქვს, რა წილი იყო, ასე ვთქვათ, საქართველოს მოქალაქეების საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების ნაწილში, წარმომადგენლობის ნაწილში. თქვენ რაც ახსენეთ, მე ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტული ცვლილებით ვერც პარალელური დათვლების გაყალბებას ნამდვილად ასე ვთქვათ, პროვინციას ნამდვილად ვერ გავაკეთებთ. ჩვენი პარტია გასული არჩევნების არც ერთი არჩევნების დროს არ იყო ნამდვილად ამ
პარალელური დათვლებით და ამ კონკრეტული მონაცემებით აქტუალებულია მას მისი მომხრე არის ზიარებდა ამ კონკრეტულ ციფრებს, მაგრამ ამ კონკრეტულ ციფრებით ნამდვილად ვერ გავაკეთებთ ამის პრევენციას და ასევე აღნიშნეთ ერთ-ერთი პუნქტი ქართული პოლიტიკური გემოვნების ნაწილში აქაც მე ვფიქრობ რომ არგუმენტი სუსტია, ვინაიდან ვერც უცხო ქვეყნის მოქალაქის ნაწილში ნამდვილად ვერ მოხდება მის პრევენცია, რომელი კონკრეტული პარტიის გემოვნებით იქნება ეს კონკრეტული წარმომადგენელი, ასე ვთქვათ, წარმომადგენელი შესაბამისად, მე ვფიქრობ უფრო ემსახურება ეს, არა მხოლოდ NGO-ებზე საუბარი ცენტრების მოქალაქეზე, მე ვფიქრობ ეს ემსახურება საერთაშორისო დამკვირვებლებს შეუქმნათ ხელოვნური ბარიერი, რომ ადგილობრივ დონეზე არ ყავდეთ ის სპეციალისტები, ვინც ობიექტურად იქნებიან, მე მიკერძოებაზე არ ვსაუბრობ, ობიექტურად იქნებიან წარმომადგენელი საარჩევნო პროცესის დაკვირვების დროს. მადლობა. პირველი კიდევ ერთხელ რაღაც კონკრეტულ მონაცემს და სტატისტიკას მაშინ როდესაც ცვლილებას აანონსებდა და ინიცირებას ახდენ საკანონმდებლო სივრცეში, უნდა ქონდეს შესაბამისი მიზეზი და მიზანი. რას იკვლევ, როდესაც სტატისტიკას ნახულობ. ერთი შემთხვევაც რომ იყოს ანალოგიური მოცემულობა, აი ერთი კონკრეტული შემთხვევაც, როდესაც და არის რა თქმა უნდა ბევრი, იმიტომ რომ საჯარო საერთაშორისო დამკვირვებლები და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები საქართველოს მოქალაქეების 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქეების მქონე პირებით იყვნენ წარმოდგენილი, ერთი შემთხვევაც რომ იყოს ასეთი, უკვე არის იმის საფუძველი, რომ კანონმდებელმა იფიქროს რა კონკრეტული მოცემულობა დაუპირისპიროს ისეთ საფრთხეს, რომელიც შესაძლებლობას ქმნის მეტად მიკერძოებული შინაარსის ტექსტები და მოკვლევის ტექსტები გაიგზავნოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც შემდგომ ხელსაწერენ დასკვნებს აქვეყნებენ და იმ დასკვნებს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჩვენი საარჩევნო პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით და შედეგებთან დაკავშირებით. თქვენ რაც ბრძანეთ, ეს არ არის რელევანტური და რატო გეტყვით? ჩვენო ვერ და ვერ მოვახდენთო პროვინციას საქართველოს მოქალაქეობის არ ქონე პირი, რომელი პარტიისადმი იქნება მიკერძოებული. რა თქმა უნდა, ამის პრევენციას ვერ მოვახდენთ, მაგრამ ჩვენ მოვახდენთ იმას, რომ საქართველოს მოქალაქეობის არ ქონე პირს, როგორც საქართველოს პოლიტიკური გადაწყვეტილების საქართველოში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან პირდაპირ დაკავშირებულ ადამიანს, პირდაპირ დაკავშირებულ სუბიექტური მოსაზრებების მქონე ადამიანს არ ექნება იმისი საფუძველი, რომ პარტიული მიკერძოებიდან გამომდინარე მიემხროს რომელიმე პარტიას და თქვას, რომ მაგალითად საქართველოს მოქალაქეს გააჩნია არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ის ხმას აძლევს მაგალითად პარტიას გახარია საქართველოს ან ქართულ ოცნებას, არ აქვს მნიშვნელობა. მას ქირაობს უცხო ქვეყნის სადამკვირვებლო მისია, ის არის წარმომადგენელი საქართველოში და მისი პოლიტიკური შეხედულებიდან გამომდინარე შინაარსი დასკვნისა არის სწორედ ასე მოდიფიცირებული, რომელიც რა თქმა უნდა არ არის კარგი და რომელიც ჩვენ როგორც კანონმდებელმა უნდა ვიზრუნოთ, ბუნებრივი 100%-ით ამას ამ ცვლილებით ვერ გავაკრობთ, მაგრამ მაქსიმალურად შევამცირებთ იმის შესაძლებლობას, რომ არასწორი ინფორმაცია იყოს წარდგენილი პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე. შესაბამისად, აქ რომ იგრძელებოდეს საქართველოს მოქალაქის მონაწილეობა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლად საქართველოში, გასაგებია თქვენი ასე ვთქვათ პროტესტი მისაღები იქნებოდა, მაგრამ მოცემულობა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სადამკვირვებლო მისია საქართველოს მოქალაქის სახით იქნება წარმოდგენილი საარჩევნო პროცესში რჩება და აქ არაფერი არ იცვლება მოქმედ კანონმდებლობაში, ხოლო იმისთვის, რომ იგივე სტანდარტს დაუქვემდებაროთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, წარმომადგენელიც უნდა იყოს საერთაშორისო. საერთაშორისო წარმომადგენელი ბევრად უფრო თავისუფალი იქნება პოლიტიკური მიკერძოებისგან, როდესაც ის არ იქნება საქართველოს მოქალაქე. მადლობა. მადლობა დონ დავით. მით უმეტეს რომ ზუსტად ასეთი არის საერთაშორისო პრაქტიკაც და სიტყვაც გვეუბნება რომ საერთაშორისო დამკვირვებელია და საერთაშორისო დამკვირვებელი სამისად იქნება კანონმდებლად გათვალისწინებული რომ არის უცხოელი. მადლობა მაუნწურავად წარმომადგენელი ცვლილებებისათვის. თხოვთ დავბრძანდეთ. შემდეგი საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილებების შეტანის თაობაზე. პირველი მოსმენით მოხსენებელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალბათონი ხათუნო თოთლაც.
მოგესალმებით. პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს. კანონში ცვლილებების შემუშავების საჭიროება დაკავშირებულია ბოლო პერიოდში საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, რომლის შესაბამისად ჩამოყალიბდა არაერთი განახლებული მიდგომა, მათ შორის სტაჟირების ანაზღაურებისა და სტაჟირების ვადებთან დაკავშირებით. აღნიშნულთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოვალეობებისა და ასევე სტრუქტურის გათვალისწინებით წარმოადგენს სპეციფიურ დაწესებულებას, მასზე ძირითადად ვრცელდება სპეციალური კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები, მაგალითად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟირებისა და სწავლების პრაქტიკის გავლის საკითხი მოწესრიგებულია ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, რომელიც არის მინისტრის შესაბამისი ბრძანება და ამის შესრულებას ჩვენ გვაძლევს კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე იმისთვის, რომ იგივე სტანდარტები გავრცელდეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სტაჟირების წესზე, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ ანაზღაურებას, რაც აქამდე არ იყო გათვალისწინებული და ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკა ვიცით ჩამოყალიბდა ისეთნაირად, რომ საჯარო დაწესებულებებში სტაჟირება არის უკვე ანაზღაურებადი. მიზანი არის, რომ დიპლომატიურ წარმომადგენლობებშიც სტაჟირება იყოს უკვე შესაბამისად ანაზღაურებადი. ამისთვის აუცილებელია, რომ არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისად ისევე როგორც სხვა შემთხვევებში ჩვენი ინიციატივა არის, რომ ეს სტაჟირების წესი საზღვარგარეთ დარეგულირდეს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით, რომელიც განსაზღვრავს უშუალოდ დეტალურად თუ როგორ უნდა მოხდეს შრომის ანაზღაურება იმ სტაჟერებისთვის, ვინც იქნება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში გარკვეული ვადით დასაქმებული. ეს არის ძირითადად პრინციპების, ასე ვთქვათ, დონეზე. თუ რაიმე კითხვებია, მზადვარ რომ გიპასუხოთ. დიდი მადლობა. მადლობა, ქალბატონო ხატნო, კითხვები, შენიშნე, მოსაზრებები. ასეთი არ გახლავთ. მადლობა, ქალბატონო ხატნო, რა თქმა უნდა, ჩვენ ხარს დაუჭერთ ინიციატივას, რომელიც ისევ ადამიანების ახალგაზრდების საჯარო სისტემაში შემოდინებას შეუწყობს ხელს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ახალგაზრდა იქნება ქვეყნის სამსახურში, უკეთესია ისევ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. შემდეგი საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ სხვა პროექტებთან ერთად მოხსენებელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოვადგილე ბატონი ალექსანდრე დარახველიძე. მოგესალმებით. მესამე და მეოთხე საკითხია თქვენ და შესაბამისად ეს გავყვეთ. წარმოგიდგენთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონ პროექტს მეორე მოსმენით. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ცვლილების მიზანს წარმოადგენს საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იმ საკითხებზე რეაგირება, რომელიც ბოლო პერიოდში დაგროვდა. მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ დღემდე გვაქვს მძიმე ვითარება საგზაო უსაფრთხოების კუთხით. 2025 წელს გაზრდილია გზებზე გარდაცვალების და დაშავების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით. შესაბამისად, ამ პროექტში არის გარკვეული ნორმები, რომელიც ვფიქრობთ, რომ გამოვლენილი, ასე ვთქვათ, სამართალდარღვევების გათვალისწინებით ხელს შეუწყობს მეტად პრევენციას გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების და დაშავების. ბატონო არჩილი, ბევრი პუნქტია და ვეცდები, რომ პუნქტობრივად გავყვეთ და გიპასუხოთ თითოეულ კი ბატონო, მაშინ მივყვეთ მოხლი პირველი, პუნქტი პირველი, ხომ არ არის ცვლილება? პუნქტი პირველი უცვლელი სახით არის წარმოდგენილი. პუნქტი მეორე, 118 მოხლის. უცვლელი სახით არის წარმოდგენილი. მესამეც უცვლელი სახით არის წარმოდგენილი. მეოთხეც უცვლელი სახით არის წარმოდგენილი. მეხუთე 119 მოხლის პირველ და მეორე მოწმე. უცვლელი სახით არის წარმოდგენილი. მეექვსეც უცვლელი სახით არის წარმოდგენილი. კოლეგებო, თუ იქნება შენიშვნები, მოსაზრებები, გთხოვთ რომ აღნიშნოთ. მეშვიდე პუნქტი. უცვლელი სახით არის წარმოდგენილი. მერვე პუნქტიც უცვლელი სახით არის წარმოდგენილი. მეცხრე პუნქტი შეეხება 125 მუხლში შეტანილ ცვლილებებს და საკმაოდ ბევრი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 125 მუხლს დაემატა 6, 5 და 6 პუნქტები და აღნიშნული პუნქტით 6-4 პუნქტით დაწესდა პასუხისმგებლობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ანდა
N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის გარდა იმ გზისა, რომელზედაც ტრანზიტული მოძრაობა დაშვებულია, თუ სატვირთო გადაზიდვით დანიშნულების ადგილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი არ არის და ჯარიმა არის გათვალისწინებული 500 ლარის ოდენობით. რაც შეეხება 6.6 პუნქტს, აქ საუბარია სატრანსპორტო საშუალებით ტროტუარზე მოძრაობასთან დაკავშირებით, ეს შემოდის ახალი ასე ვთქვათ პუნქტის დანაწილის სახით და აქ გათვალისწინებული იქნება ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. ასევე ცვლილება შეეხო მერვე ნაწილს, კერძოდ დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მიერ აკრძალავი ნიშნის გაჩერება აკრძალულია ან დგომა აკრძალულია მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ასევე დასახელებული ქმედების ჩადენისთვის მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ქალაქების მიხედვით დავყავით და არ იყო მითითებული ქალაქი ახალციხე და ოზურგეთი და აქაც ჯარიმა იქნება 50 ლარი, მსგავსად ქალაქი ქუთაისისა, თბილისისა, ბათუმისა, მცხეთისა, რუსთავი, გორი, თელავი, ფოთი, ზუგდიდი, ასევე ჩაემატა ეს ორი ქალაქიც. გარდა ამისა, ცვლილება შეეხო დაემატა ასევე ამუხს მერვე სეკუნდა და მერვე ტერცია პუნქტები. ამ შემთხვევაში 125 მუხლის დაემატა მერვე სეკუნდა მუხლი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვითა გადასასვლელზე დგომა გაჩერების სანქცია დიფერენცირდა ადმინისტრაციული ცენტრების მიხედვით, კერძოდ ქალაქ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში ან და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ყველა სხვა ქალაქში რჩება ჯარიმა ისევე 10 ლარის ოდენობით. ასევე ტექნიკურად გასწორდა ნორმა, კერძოდ არსებობს გამონაკლისები, რა დროსაც დაშვებულია სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე გაჩერება. ეს განსაზღვრულია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 37 მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტებით. შესაბამისად, სამართალდარღვევას დაემატა ასეთი ჩანაწერი გარდა იმ გამონაკლისის შემთხვევისა, როდესაც ტროტუარზე დგომა დასაშვებია. ასევე გასწორდა 9 ამ პუნქტთან გაქვთ დაკავშირებით? კი ბატონო, კი გისმენთ. ბატონო ალექსანდრე, აქ თქვენ უკვე გაიარეთ დგომა გაჩერების ნაწილში, განსაკუთრებით რეგიონების ნაწილში მაინტერესებს, თქვენ მოგეხსენებათ რეგიონებში განსაკუთრებით პრობლემურია ეს პარკირების პრობლემა, ინფრასტრუქტურა ფაქტურად მოუწესრიგებელია. ამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ამ მიმართულებით სანქციის გაზრდა და თუ გქონდათ ეს გამოპროექტი, მე რამდენად ვიცი, რაღაც გარკვეული პერიოდით მეორე მოსმენა გადაიდო იმ მიზნით, რომ მუნიციპალიტეტთან გქონდათ კონსულტაცია. ამ მიზნით რას აკეთებს მუნიციპალიტეტი ამ პარკირების პრობლემის მოსაგვარებლად და დღეს ამ პრობლემის არსებობის პარალელურად რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ სანქციების გაზრდა. მადლობა. მოკლედ აქ გაიყო ასე ვთქვათ ორი მიმართულებით ცვლილება და მინდა აღვნიშნო, რომ ანუ ჩვენ დღეს მოქმედი ასე ვთქვათ რედაქციის გარდა თბილისისა და ბათუმისა ჯარიმა არის 10 ლარის ოდენობით. მოგეხსენებათ, რომ ბევრ ქალაქებში უკვე ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და 10 ლარი უკვე იმდენი წელია ეს ჯარიმა მოქმედებს, რომ არანაირი შემაკავებელი ეფექტი არ გააჩნია. შესაბამისად, გვესმის ასევე, რომ თუ კი ყველა რეგიონს ავიღებდით, შეიძლება ისეთი მუნიციპალიტეტების მოხვედრილი იყო ამ სიაში, სადაც ასე ვთქვათ ძალიან მძიმედ იქნებოდა აღქმული ჯარიმის 10 ლარიდან 50 ლარამდე გაზრდა, ამიტომ შევარჩიეთ ასე ვთქვათ თვითმმართველი ქალაქები და დიდი მუნიციპალური ცენტრები, სადაც ასე ვთქვათ ქალაქებია, შესაბამისად ასევე საკურორტო ზონები, სადაც ძალიან დიდი პრობლემა არის სატრანსპორტო საშუალებების პარკირებასთან დაკავშირებით. შესაბამისად დაკონკრეტა, რომ ქალაქი თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, მცხეთა, რუსთავი, გორი, თელავი, ფოთი, ზუგდიდი, ჩაემატა ახალციხე და ოზურგეთი და ასევე კურორტებზე, საქართველოს კურორტებზე იქნება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. ასევე დაკონკრეტა, რომ დიდი ზომის ავტომობილების საუბარია M3, N2, N3 და T კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების არასწორი პარკირება ასევე გამოიწვევს აქ საუბარია აკრძალავი ნიშნის გაჩერება აკრძალულია, დგომა აკრძალულია, მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა, ეს იქნება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. ანუ შესაბამისად ეს ნაწილი გავითვალისწინეთ, ასევე რა თქმა უნდა კონსულტაციები ჰქონდა რეგიონების სამინისტროსთან, ასევე ქალაქ თბილისის მერიასთან და მათგანაც მიღებული გვაქვს დადებითი პოზიცია. შესაბამისად ან მოქმედი ნორმა დღესაც არსებობს, უბრალოდ დიფერენცირდა ქალაქების მიხედვით ჯარიმების ოდენობა. ეს არის ამ შემთხვევაში ცვლილების არსი.
გავაგრძელო ბატონო არჩილ თუ დიახ. ასევე მე-9 სეკუნდა პუნქტს დაემატა მე-9 ტერცია პუნქტი და განმეორებით მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში გაიზარდა ჰიდრანტთან დაკავშირებითაც ჩამატება მოხდა, ხო? დიახ, აი მიყვებით ბატონო. მერვე ტერცია გულისხმობს, რომ აკრძალავი ნიშნის გაჩერება აკრძალულია სახანძრო ბოდიში, გამოჩნდა, დიახ. დაუცველობა. მართავს ვცანდებთ. ესე იგი, მერვე ტერცია პუნქტი გულისხმობს აკრძალავი ნიშნის გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან მოთხოვნების დაუცველობა. ეს არ არსებობდა და ეხა ემატება ამ ასე ვთქვათ პუნქტს. მოგეხსენებათ, რომ ჰიდრანტების არსებობა და ჰიდრანტთან სახანძრო მანქანების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია იმ მიზეზის გამო, რომ როდესაც ხდება ხანძრის ქრობა, ასეთ დროს შეიძლება შემოფერხებელი გარემოება იყოს და შესაბამისად წესდება მითითება, რომ თუ კი პიროვნება დააპარკინგებს ავტომობილს და გააჩერებს ჰიდრანტთან, ამ შემთხვევაში მის მიმართებაში გატარდება შესაბამისი საჯარიმო სანქციები. შემდეგი არის 9 ტერცია პუნქტი, რომელიც გულისხმობს ქმედების განმეორებით ჩადენას და ამ შემთხვევაში 300 ლარის ოდენობით არის გათვალისწინებული ჯარიმა. რაც შეეხება მე-12 ნაწილს, აქაც პირველი მოსჩენის შემდეგ დაკორექტდა და 125 მე-12 ნაწილში განხორციელდა ტექნიკური ცვლილება, ნორმა გაასწორდა საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. მე-12 ნაწილს დაემატა შემდეგი შინაარსის 12 სეკუნდა და 12 ტერცია პუნქტები სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ სპეციალურ ზოლში ბასლაენის სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისა გაჩერება დგომა აქ შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო 12 სეკუნდას პუნქტით გათვალისწინებულია ამ ქმედების განმეორება. ასევე 12 ტერცია პუნქტით გათვალისწინებულია 12 პრიმა პუნქტის განმეორებით ჩადენა და ითვალისწინებს 300 ლარიან ჯარიმას. გარდა ამისა, მე-18 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით, წარმოდგენილი რედაქციით, დრიფტი, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება 500 ლარიან ჯარიმასთან ერთად გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 6 თვის ვადით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო პერიოდში შემოვიღეთ პარლამენტის ხარდაჭერით დრიფტის დაჯადობა და როდესაც დრიფტს მოყვება ასევე ქონების დაზიანება, მსუბუქი დაზიანება ადამიანის ჯანმრთელობის, ამ შემთხვევაში შემოგვაქვს ინიციატივა, რომ გარდა ფულადი სანქციისა, ასევე დაჟადი იყოს, ასევე აიკრძალოს 6 თვის განმავლობაში მართვის უფლებით სარგებლობა. გარდა ამისა, ცვლილებები განხორციელდა შენიშვნის პუნქტში, კერძოდ დაკორექტდა და შენიშვნის პირველ ნაწილში განხორციელებული ცვლილებებით აკრძალავი ნიშნის გაჩერება აკრძალულია ან დგომა აკრძალულია მოთხოვნის დაუცველობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას დაექვემდებარება არსებული წესით. სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითა გადასასვლელზე დგომის შემთხვევაში თუ სამართალდამცავი ან არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას მიუხედავად იმისა არის თუ არა ამის შესახებ შესაბამისი მინიშნება. ასევე ზუსტად იგივე ჩანაწერია, რაც მე ანალოგიური ჩანაწერი ნაწილში იყო. დიახ, პირველ პრიმაში და ახალი არაფერი არ არის. 4 პრიმა და 4 სეკუნდა ნაწილებში, აქაც ეხება ჰიდრანტის საკითხს და ბასლაინზე დარღვევებს ეხება. ასევე მე-6 პუნქტი შემდგომში ცვლილება არ განუცდია, შეგვიძლია გადავიდეთ მე-10 პუნქტზე, რომელიც ეხება 125 სეკუნდა მუხს. ამ შემთხვევაში აქაც პირველი მოსმენის შემდეგ დაკორექტდა, ეს არის ქალაქ თბილისის ქვემდებარე მუხლი, 4 სხვადასხვა პუნქტი არის პარკირებასთან დაკავშირებით და შესაბამისად ანალოგიური ცვლილებები განხორციელდა. პირველი მოსმენის შემდეგ 125 სეკუნდა მუხში და შესაძლოა მსგავსად ახალი სამართალდარღვევა ემატება მუნიციპალიტეტის ქვემდებარე მუხლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითა გადასასვლელზე დრომა გაჩერება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამგზავრებელ ნიშნის გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან მოთხოვნის დაგუცრება გამოიწვევს დაჯარიმოს 200 ლარის ოდენობით, ასევე ტექნიკურად გასწორდა ნორმა, კერძოდ არსებობს გამონაკლისები, როდესაც დაშვებულია სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე გაჩერება, ეს განსაზღვრულია საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 37 მუხლის მეოთხე პუნქტით, შესაბამისად სამართალდარღვევას დაემატა ასეთი ჩანაწერი გარდა იმ გამონაკლისის შემთხვევისა, როდესაც ტროტუარზე დგომა დასაშვებია. ასევე ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისას გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამის შესახებ შესაბამისი მინიშნება. ასევე დიახ, ეს იყო 125 სეკუნდა მუხლი და მე-11 პუნქტში არის 125 3 აქ ტექნიკურად არის ბათუმის აქაც იგივე ეხება ბათუმის ანალოგიური ცვლილებები აქაც ბატონო. კი ბატონო, მე-12-ში მე-12 ეს არის 125 სხვა მუნიციპალიტეტები, ეს არის სხვა მუნიციპალიტეტები და აქაც ანალოგიური ცვლილებები არის იდენტურად გასწორდა. მე-13 ნაწილი მე-13 ნაწილი, რომელიც შეეხება 134 მუხლს, ცვლილებები არ განუცვლია ბატონო თავმჯდომარე. მე-14 მე-14 პუნქტი ეს შეეხება 174 პრიმა პუნქტს და აქ რედაქციულად სწორდება წინა ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს ამოღება ხდება მე-3 პუნქტზე მითითებით და ემატება მე-10 ნაწილზე მითითება. კი ბატონო. შემდეგ უკვე ტექნიკური მუხლები არის მე-15. შემდეგი არის მე-15 209. დიახ. კი ბატონო, ბრძანეთ. ანუ ბატონ ალექსანდრე, აქ მე-13 პუნქტთან მიმართებაში 134 მუხლი. ჩანაწერში როგორც ვკითხულობთ, ერთ-ერთი პუნქტი ეხება გარევაჭრობის ნაწილს. დიახ. როგორც გვაქვს წარმოდგენილი. და აქ ფიზიკურ პირებზე ჯარიმა უკვე ითვალისწინებს 2000 ლარს, რაც ადრე იყო 500 ლარი. ანუ აქაც რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ გარევაჭრობა მოგეხსენებათ ძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებიდან გამომდინარე ხდება, უმეტესწილად ეს არის ფიზიკური პირობები, რომლებიც თავის რჩენის მიზნით გამოდიან კონკრეტული, ასე ვთქვათ, პროდუქცია იქნება ეს თუ რაღაც საქონელი, ეს გაყიდონ და რამდენად რელევანტურია ჯარიმის ამოცულობით გაზრდა კონკრეტულად ფიზიკურ პირებზე. მე აქ საუბარი არ მაქვს, ასე ვთქვათ, ორგანიზებულ ბაზე კონკრეტული შემოთავაზება რა არის ბატონო? როგორ? თქვენი შემოთავაზება როგორი იქნება? შემოთავაზებაზე არ ვარ, რამდენად რელევანტურია 500 ლარიდან 2000 ლარზე ჯარიმის გაზრდა, რამდენად იქნება ეს შედეგიანი, თუნდაც გარევაჭრობის ნაწილში პრობლემის მოგვარებას. გარევაჭრობას ჭირდება გაცილებით სხვა მექანიზმები, სხვა მიდგომა, ვიდრე ის, რომ ჯარიმები გაუზარდო. მაინტერესებს პასუხი 500 ლარიდან 2000 ლარამდე ფიზიკურ პირებზე რამდენად იქნება შედეგის მომცემი. ანუ აქ მთლიანად წავიკითხოთ ეს პუნქტი, რას გულისხმობს, ეს არის გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა შენახვის და სამშენებლო სარემონტო სამუშაოების დადგენილი წესების დარღვევა. ან და ზომების მიუღებლობა გზის ცალკეულ უბნებზე მოძრაობის დროულად ასაკრძალად შესაზღუდად ან აღსადგენად, როცა ამ გზის სარგებლობა ზღუდავს ან საფრთხეს უქმნის მოძრაობას, ან გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის ან სხვა საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალების დაზიანება, გზის საფარის გაჭუჭყიანება, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულზე სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრა, გარევაჭრობის მოწყობა ან არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრვის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრემიერ თავმჯდომარის პირის მიერ მიცემული წერილობითი მითითების შეუსრულება. ამ პუნქტში სამწუხაროდ ბევრი პუნქტი არის მოცემული და მათ შორის მოიცავს ბევრ სხვა, ასე ვთქვათ, მოქმედებას, რომელიც მაგალითად გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია ადამიანმა გადაკეტოს, ასე ვთქვათ, ცენტრალური გზა, აწარმოოს სამშენებლო სამუშაოები უნებართვოდ და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე და გზის გადაკეტვა და ამ ნებართვის მოპოვება ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, მეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ვიდრე თქვათ 500 ლარის გადახდა. შესაბამისად, ანალოგიური აქვს მერიას და ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი მიზანი იყო სწორედ ის, რომ გზის საფარი დაგვეცვა იმ მავნე, ასე ვთქვათ, ქმედებებისგან, რაც დაჟჯერდი ქმედება არის, რაც შეეხება გარევაჭრობის ნაწილს, მოგეხსენებათ, რომ მერია ისედაც მოქმედებს ამ საკითხებზე და ანალოგიური ჯარიმები აქვს მათაც. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ იყო გზის საფარის დაცვა და იმ, ასე ვთქვათ, აკრძალული ქმედებების პრევენცია, რომელსაც შეთანხმების გარეშე შეიძლება კონკრეტული პირი, მაგალითად, მშენებლობას აწარმოებდეს მთელი ღამის განმავლობაში და გადაკეტილი ქონდეს ქუჩა და ამისთვის 500 ლარი იყო ჯარიმა გათვალისწინებული. დავაზუსტებ ბატონ არჩილ კითხვას.
სხვა ნაწილში გეთანხმებით მე შეგნებულად არ დავუსვი სხვა ნაწილთან მიმართებაში კითხვები, გასაგებია გზის საფარის დაცვა, სამშენებლო ნარჩენებისგან კი ბატონო, ამ შემთხვევაში სანქციები განსაკუთრებით იურიდიული პირის მიმართ გასაგებია. უბრალოდ მაშინ ესე დავუსვამ ამ კითხვას. გარევაჭრობა ერთ-ერთ პუნქტად გვიძერია გარევაჭრობა. ეს კონკრეტული სანქცია, რომელიც 2000 ლარს ითვალისწინებს ფიზიკურ პირთა მიმართებაში. შეეხება თუ არა არა მხოლოდ თბილისში, არამედ ნებისმიერ რეგიონებში ჩვენ და სამწუხაროდ ეს პრობლემა არის. ამ პრობლემას რეალურად ჭირდება მოგვარება, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ვინც რეალურად სოციალური გადარჩენისთვის იბრძვიან, პირიქით 2000 ლარით კიდე დაუჯერმოთ. ეს კონკრეტული ნორმა შეეხება თუ არა გარემოვაჭრეს, რომელიც თბილისში იქნება თუ სხვა მუნიციპალიტეტში ეწევა გარევაჭრობას. ამ სხვა ნაწილში, ასე ვთქვათ, კითხვები არ იყო. გარევაჭრობასთან მიმართებაში. და რამდენად ქმედითი იქნება ეს კონკრეტული სანქცია ამ პრობლემის მოსაგვარებლად. კი ბატონო, ბატონო ალექსანდრე, თქვენის ნებართვით. ბატონო გიგა, თუ თქვენთვის მესმის გარევაჭრობაზე საუბრობთ, ერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ არაერთი მუნიციპალიტეტი, განსაკუთრებით თბილისის მუნიციპალიტეტის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, ცდილობს რომ მოაწყოს, კეთილმოაწყოს არაერთი შენობა-ნაგებობა იმისათვის, რომ მოვაჭრეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მათ შორის სანიტარული წესების დაცვით ივაჭრონ. რაც შეეხება კონკრეტულად გარევაჭრობის ნაწილს, მე მგონია ბატონო ალექსანდრე ასეთი შემოთავაზებაც, რომ იმისათვის რომ არ გავრცელდეს ერთი და იგივე, ნახოთ ზუსტად იგივე რაც არის მეორე მოსმენის ფარგლებში პლანური სხდომისთვის, აპარატსაც ვთხოვ ანალოგიურს, რომ რაც არის ჯარიმია გათვალისწინებული მუნიციპალიტეტი, როდესაც იღებს გადაწყვეტილებას დაჯარიმების თაობაზე და აღასრულებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი მუხლით, ზუსტად თანხმდრაში მოვიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუხლთან და შესაძლებელია ტექნიკური ხასიათიდან გამომდინარე, რომ ცალკე გამოვყოთ გარევაჭრობის ნაწილი და ცალკე ნაწილად იყოს და ამის პასუხისმგებლობა იყოს დადგენილი, ხოლო რაც თქვენ ჩამოთვალეთ სხვა ყველა დანარჩენი ამავე პირველივე ნაწილით იყოს გათვალისწინებული შესაბამისი მაღალი ჯარიმით, იმიტომ რომ რაც არის მაგალითად უნებართვოდ გზის გადაკეთვა სამშენებლო მიზნიდან გამომდინარე, როდესაც მუნიციპალიტეტი ადგენს ოქმს 2000 ლარია ფიზიკური პირის შემთხვევაში და იურიდიული პირის შემთხვევაში 5000 ლარი და ანალოგიურად შინაგან საქმეთა სამინისტრო, როდესაც ადმინისტრირებას ახდენს, აქაც იგივე შესაბამისობაში მოდიოდა, ეს არის ინიციატივის არსი. რაც შეეხება გარევაჭრობის საკითხს, შეგვიძლია ცალკე ნაწილად გამოვყოთ და რედაქცია უკვე წარმოვადგინოთ პლანური სხდომისათვის და ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი უზრუნველყოთ ისე, რომ შესაბამისობაში იყოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრირებად მუხლთან. დიახ, ბატონო. აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონო მარჩელ, შეგვიძლია ამ საკითხზე ვიმუშაოთ. ჩვენი კიდევ ერთხელ მეორე ჩვენი მიზანი ამ გარევაჭრობის დარეგულირება საერთოდ ნამდვილად არ იყო, მიზანი იყო ის, რომ საკითხები რაც რეგულირებული ამ პუნქტით და ბევრი საკითხი ამ ნაწილით მოწესრიგებული, შესაბამისად დამეთანხმებით, რომ ასეთ შემთხვევაში თუ კი თქვათ ნებართვის აღებისთვის გადასახდელი მოსაკრებელი ბევრად უფრო მეტია ვიდრე ჯარიმის ოდენობა, რა თქმა უნდა, სამართალდამცავებს უღირს რომ ჯარიმა გადაიხადოს და არ ასე ვთქვათ მიიღოს ნებართვა, რაც რა თქმა უნდა ჩვენ შემთხვევაში ვერ იქნება დაშვებული, სწორედ ამიტომ ამ პუნქტმა განიცადა ცვლილება სახდელის ნაწილში. თუმცა ბატონო მარჩილი გეთანხმებით შეგვიძლია გადავხედოთ ამ საკითხს, დავამუშაოთ ეს მიმართულება და იმისათვის რომ საერთო მიდგომა ჰქონდეს სახელმწიფოს გარევაჭრობასთან მიმართებაში, განვიხილოთ თქვა სხვა მუხლებთან მიმართებით რა სანქციაც არის და ერთიანად ასე ვთქვათ იქნეს წარმოდგენილი უკვე პლანური მოსმენისთვის. არ გით მეთოთხმეტე? დიახ, ბატონო. დაუბრალოდ. ზოგადად ავტოსანტრანსპორტო საშუალების გადაყვანას, როდესაც არის საუბარი, მე მექნებოდა ესეთი ასე ვთქვათ პოზიცია, რომ არ ვიცი ეს 24 საათიანია თუ არა ეს მომსახურება, როდესაც მაგალითად პირი მივიდეს, შეიძლება ღამის საათებში იყოს ავტოსანტრანსპორტო საშუალება სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანილი, იქნება ავტოსანტრანსპორტო საშუალების სპეციალურ ავტოსადგომთან მიმართებაში რაღაცნაირად ესეც რომ გაჟღერდეს ჩვენი საზოგადოებისათვის, რომ იყოს მაქსიმალურად კომფორტული და ამოდროულად იყოს ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად გაზრდილი. ეს შეიძლება რომ იყოს უამრავი ასე ვთქვათ ინოვაციურად გნებავთ ის რომ
იყო შემთხვევები ადრე ეხლა სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია და ამიტომ ვკითხულობ რომ ტექნიკური საშუალების ანუ ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის მიტანა არ იყო საკმარისი და ითხოვდნენ კონკრეტული მფლობელის მისვლას იქ და ეს წინააღმდეგობაში მოდის ჯერ ერთი იმ კონვენციასთან სადაც ჩვენ მიერთებული ვართ და პირდაპირ ირღვეოდა და მეორეც რომ როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალებას მართავს პირი და მას არ ჭირდება უკვე მინდობილობა გამოდის რომ სადგომზე გადაყვანილი მანქანის გამოყვანაზე ვთხოვთ მინდობილობას ან კონკრეტულად მისი რეგისტრირებული მესაკუთრის მისვლას ეს საკითხიც რომ მაქსიმალურად იყოს კომფორტული რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის მიტანა პირის მიერ ითვლებოდეს საკმარისად რომ მან ჯარიმა გადაიხადოს და კიდე ერთი საკითხი არ ვიცი ახლა ეს როგორ არის ასევე ჩვენ სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია და ვკითხულობ თქვენგან რომ ადრე იყო რომ ეს გადახდასთან დაკავშირებით უნდა წასულიყო ამ ბანკში ან კონკრეტულად სხვა საშუალებით მომხდარიყო ეს გადახდა იქნება ისიც რომ მაქსიმალურად იყოს მოწესრიგებული თუნდაც ღამის საათებში პირობითად არ ვიცი 3 იქნება 4 იქნება შეიძლება ის ჩამოთვლილი საკითხები რომ უშლიდეს ან ბლოკავდეს და მოხდეს გადაყვანა გადაიხადოს დროულად პირმა ჯარიმა და გნებავთ ღამის 4 იქნება 5 საათი იქნება კონდეს საშუალება რომ მივიდეს გამოიყვანოს და იქვე გადაიხადოს და ამას არ ჭირდებოდეს დამატებითი ბარიერები ანუ ის ამ ჯაჭვის გაგრძელება არის რაც თქვენ ბრძანეთ ლეგიტიმური მიზანი ის რომ არ უნდა ხერგავდეს და არ უნდა აფერხებდეს მეცაც გეტყვით საზოგადოების გასაგონად რომ ეს ცნობილი იყოს რომ არამც თუ გიგრანტთან მიმართებაში და ჩვენს რეალობაში ეს ახლა ახალი არის და დიდი რაოდენობით არც არის სამწუხარო არის მაგრამ ჩვენ ვცდილობთ რომ რაც შეიძლება მეტი იყოს და ეს არის მართლა სასუსლოდ მნიშვნელოვანი იმიტომ რომ პირდაპირ სახანძრო უსაფრთხოებას ეხება ეს გიგრანტების მოწყობის საკითხი ასეთ შემთხვევაში ბევრ ქვეყანაში მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში სანამ მოხდება მისი გადაყვანა მას უფლება აქვს მანქანას ავტოსაშუალება დააზიანოს და შიგნით ასე ვთქვათ გაიყვანოს წყლის შლანგი და ამით მოახდინოს ასე ვთქვათ წყლის აუზის შევსება. ამიტომ ეს საკითხი სრულიად გასაგები არის და ეს ლეგიტიმური მიზანი, მაგრამ ამავდროულად მეორე ეს ჯაჭვი რომ პირს არ უნდა ქონდეს დაუშვათ ეგრეთ წოდებული დისკომფორტი იმისა რომ ან დღეს საათებს დაელოდოს და შემდეგ უკვე დანარჩენი ის რომ რეგისტრირებული მესაკუთრის მიყვანა ჭირდებოდეს. აი წარმოვიდგინოთ რომ არის სხვა ქალაქში ჩასული პირი ჩვენ იმ კონვენციის თანახმად უკვე პირს აქვს უფლება რომ ყოველგვარი მინდობილობის და ასე შემდეგ მართავდეს საშუალებას და მოხდა მისი გადაყვანა და წარმოვიდგინეთ რომ სხვა ქალაქში არის მესაკუთრე და ანუ როგორი დისკომფორტია. შეიძლება ეს უკვე აღმოფხვრილიც არის და მოწესრიგებულიც არის, მაგრამ ეს საკითხები იყო ნამდვილად და ესეც რომ საზოგადოებას გავაგებინოთ და თუ რაიმე საკითხი არის დარჩენილი, ამაზეც ვიზრუნოთ. მადლობა. შეიძლება უპასო. რაც შეეხება სადგომზე გადაყვანას, ეს არის უკიდურესი ღონისძიება, როდესაც ასე ვთქვათ ავტომობილის ადგილზე ატოვება ხელსუშლის საგზაო მოძრაობის გაგრძელებას, ასევე შემოთავაზება რომ ჰიდრანტთან მიმართებაშიც და დამეთანხმებით რომ ჰიდრანტი არის ესეთი სასოცხო მნიშვნელობის რომ როდესაც ვთქვათ პარკირებით ხდება მისი ჩახერგვა, ასე დროს შესაძლებელია ვთქვათ სახანძრო სამაშველო სამსახურს სერიოზული პრობლემები შეექმნას და ასე ვთქვათ ყველა დაგვიანებულმა წუთმა მნიშვნელოვანი საფრთხეები შეექმნას და ბევრ ადამიანს შეუქმნას საფრთხე. აქედან გამომდინარე ასე დროს ყველანი თანხმდებით რომ სახელმწიფოს უნდა ქონდეს სწრაფი რეაგირების საშუალება. რაც შეეხება თავად საჯარიმოდან ავტომობილის გამოყვანას, ამ კანონპროექტით ეხლა კონკრეტული რეგულაციები შემოთავაზებული არ არის გამოყვანასთან დაკავშირებით, ამას არეგულირებს 112 შესახებ კანონი, რომელიც საჯარიმო სადგომებთან მიმართებაშიც ვრცელდება. ჩვენ გეგმავთ საკმაოდ ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების წარმოქმნა სადგომებთან მიმართებაში, არის გარკვეული საკითხები, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელიც არის შესული და სახალხო დამცველი თუ არ ვცდები მოსარჩელი ამ საკითხზე და მუშაობთ ამ მიმართულების გადახედვაზე. შესაბამისად, ასეთ საკითხები ბატონო და უკვე იმ საკანონმდებლო ინიციატივის პარაგრაფში ვეცდებით რომ წარმოადგინოთ, თუმცა ერთსაც დავაზუსტებთ, არის კონკრეტული ნორმები, როდესაც გასაჩივრების ვადიდან გამომდინარე, ვინაიდან იქ
იყო გარკვეული საკითხები და ბატონი თორნიკე დამეთახება ის იყო ამ კანონპროექტის ასე ვთქვათ მოხსენებელი, როდესაც განსაჩივრების ვადის გამოყენება ხდებოდა ბოროტად და შესაბამისად მე შემდგომში უკვე წაშლა ხდებოდა კვალის და შეუძლებელი იყო საუბარი მაქვს მაყუჩების კანონთან ცნობილ კანონთან მიმართებაში და მიხვდებით ალბათ რასაც გულისხმობ. აქ სწორედ იმ ვადის განმავლობაში დგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო იმისათვის რომ რეალურად ამ ნორმას ემუშავა. ასე რომ ასეთ შემთხვევაში ალბათ რთული იქნება მის გათვალისწინება, თუმცა ის რომ სწრაფად და კომფორტულად მოხდეს საჯარიმოდან ავტომობილის გამოყვანა და ადამიანს დამატებითი ასე ვთქვათ პრობლემები არ შეექმნას და მარტივად შეეძლოს თანხის გადახდა და ავტომობილის გაყვანა, ამაზე უკვე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში გვექნება კონკრეტული ინიციატივები წარმოდგენილი. შეგვიძლია გავაგრძელოთ ბატონო არჩილ თუ კითხვა არის. მე-15 პუნქტი შეეხება 219 სეკუნდა. ეხ ეს ტექნიკური მუხლი არის და წარმოდგენილი რედაქციის შემდეგ თუ შეიცვალა რა დაემატა ხო როგორც ხდება. ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითა გადასასვლელზე დგომა გაჩერების, ასევე ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალავი ნიშნის გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან მოთხოვნის დაუცველობას დაემატა მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვის შესაძლებლობა. ასევე მე-4 პუნქტში იგივე არის ტროტუარ ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითა გადასასვლელზე დგომა გაჩერების, ასევე ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალავი ნიშნის გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან მოთხოვნების დაუცველობისას დაემატა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების შესაძლებლობა. ჩვენ რომ საკანონმდებლო სლენგზე უწოდებთ ხოლმე ტექნიკურ მუხლებს, ამისი ტექნიკური ხასიათის დამატებები არის ოქმის გამოწერის და ადგილზე შევსების ნაწილში სხვადასხვა შესაბამის რელევანტურ ნაწილებში იგივე ეხება 17 მე-16 აქაც დიახ, ეს დარიგებულია ბათუმის შემთხვევაში ოქმის შინაარსი და გამოწერის წესის საკითხის ეს შინაარსობრივი ნაწილი საერთოდ არ არის და შეგვიძლია პრინციპში დარიგებული არის და კოლეგებს თუ ექნებათ შენიშვნები ამ ტექნიკურ მუხლებთან დაკავშირებით გვეთქვიან. მე-17 მუხლში აქაც არ არის საჭირო ბატონო ალექსანდრე მე-18 მე-20 დარედაქტირებული არის გამომდინარე ცვლილებებიდან რაც კი ბატონო 21 22 აქაც აქაც იგივე საკითხია ხო? დარედაქტირებული აქაც კი ბატონო 24-შიც იგივე 25 და მუხლი 2 ამოქმედების გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება ამ ეტაპზე ეს ვადა გვაქვს, თუმცა შეიძლება მესამე მოსმენისთვის კიდე დავარედაქტიროთ. კი ბატონო, კარგით. შემდეგ საგზაო მოძრაობის საქართველოს განსხვავების შეტანის თაობაზე. აქ მუხლი პირველი. აქ ემატება ესე ვთქვათ ახალი საგზაო ნიშანი, ეს არის გაჩერება აკრძალულია სახანძრო ნიშანი ჰიდრანტთან მიმართებაში. და ესა რა ქვია, აქ აისახება ასევე მისი ფორმა, თქვათ რა ფორმის იქნება ეს საგზაო ნიშანი და განსაზღვრულია რომ საგზაო ნიშნის მოქმედების ზონად განისაზღვრება ნიშნიდან 3.5 მეტრის რადიუსის, ასევე ჰიდრანტის სახურავი ჰიდრანტის სახურავი დიახ და 1.28 საგზაო ნიშანი გამოყენება შეიძლება 1.28 საგზაო მონიშნვასთან ერთად და ამ დროს ნიშნის მოქმედების ზონა მონიშნვის ხაზით განისაზღვრება საგზაო ნიშანთან იდგება სახანძრო ჰიდრანტთან. ეს არის დანართი 1 იცვლება მთლიანად. ასევე დანართი 2-თან მიმართებაში აქაც შემოდის საგზაო მონიშნვას ემატება ახალი 1.28 მონიშნა, რომელთაც წითელი ხაზის შემოსაზღვრული იქნება ადგილი, სადაც სახანძრო ჰიდრანტთან აკრძალული იქნება გაჩერება. ამავდროულად დადგინდა 1.28 მონიშნის არსებობა არათავისუფლებს ძღოლს 3.34 ნიშნის გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის. ეს არის ჰიდრანტთან დაკავშირებული ცვლილება, რაც დაემატა ამ კანონპროექტს. დანართი 5-ის თაობაზე. დანართი 5-ის თაობა ეს ეხება ქულების საკითხს და განისაზღვრა რომ სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე მოძრაობისთვის გაშემცირება იქნება გათვალისწინებული 30 ქულით, ცალკე ორსამართალდარღვევის საავარიო სიტუაციის ან საცობის განმეორებით შექმნისთვის 30 ქულა დააკრება მძღოლს
საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით მოწყობილ ბასლაინზე მოძრაობისთვის დააგდება 15 ქულა, ხოლო განმეორებისთვის 30 ქულა. საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ ბასლაინზე მოძრაობისთვის დააგდება 20 ქულა, ხოლო განმეორებისთვის 30 ქულა. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ სამართალდროთა კოდექსში დრიფტი, რომელსაც მოყვა ზიანი სანქციის სახით გამოიწვევს, მართვის უფლების შეჩერებას 6 თვის ვადით, ამიტომ დასახელებული სამართალდროების ქულათა კლება აღარ იქნება გათვალისწინებული. ეს არის საკითხები და აქაც ამოქმედების ვადა გამოქვეყნებისთანავეა, თუმცა დავარედაქტირებთ კიდე მუხლი ორი ეხებოდა ასე ხმაურის ნორმებს და ეს უკვე ამოქმედა და შესაბამისად საჭიროება აღარ ადგას და კანონი ამოქმედებისთანავე შევაძალდაში და ბატონო არჩილ ერთი საკითხი წინა კანონ პროექტთან მიმართებაში იყო გათვალისწინებული ლიზინგთან მიმართებაში არ გაგვიჟღერებია და თუ შეიძლება თქვენის ნებართვით დავაფიქსირებ 293 მუხლის მეოთხე ნაწილში ხდება რედაქციის საცვლილება დაემატა შესაძლებლობა რომ სატრანსპორტო საშუალების ლიზინგის მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდროების ჩადენისთვის სახელი დაედოს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ლიზინგის მიმღებად აღრიცხულ პირს სერიოზული პრობლემას წარმოადგენს ეს საკითხი იქიდან გამომდინარე რომ ხდება ავტომობილების ლიზინგით გაცემა შემდგომში აჯარიმება ხდება მესაკუთრის 100 ჩივრებს და ვეღარ ხდება მერე შემდგომში ახსულება ამ ჯარიმების და ამიტომ კანონში დაზუსტება რომ ვისაც აქვს ლიზინგის ვინც არგებლობს ლიზინგით ის გადაიხდის იმ ჯარიმას რასაც დაარღვევს ანუ ეს არის და არა სალიზინგო კომპანია და არა სალიზინგო კომპანია იმიტომ რომ რეალურად პრაქტიკაში სერიოზულ პრობლემას ქმნიდა ეს ნორმები კი ბატონო მიცემში მე მგონი ეს იყო ამ კანონ პროექტთან მიმართებაში არ ჯენიშები ითქვები მოსაზრებები არ არის გადავდეთ შემდეგ ინიციატივაზე ეს არის სარკინიგზო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ ეს შედარებით მარტივი კანონ პროექტია სულ რამდენიმე ბუხს ითვალისწინებს ასე რომ დიდხანს არ შეგაწყვეტ კი ბატონო აქ არის მცირე რედაქციული ცვლილებები განხორციელდა 71 მუხლის პირველ პუნქტში განხორციელდა ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილება რის შემდეგაც სველობა გზის ნაცვლად მეტი და სარკინიგზო ქსელი ამავე პუნქტში ტექნიკური ხასიათის ცვლილების ფარგლებში რკინიგზის შესაბამის სამსახურზე არსებული მითითება შეიცვალა ზოგადი მითითებით რკინიგზა ასევე დაკორექტირდა შემდეგი პუნქტები და გარდა ამისა ასევე უნდა აღინიშნოს რომ 71 მუხლის მესამე პუნქტში დაზუსტა რომ ტვირთის რომელთაც გადაიზიდება განსაკუთრებული პირობებით ტვირთ გამგზავნი ტვირთ მიმღები დაიცავს და გააცილებს როგორც რკინიგზის ტვირთის გადაზვირის წესების ასევე სახიფათო ტვირთვის რკინიგზით გადაზვირის წესის შესაბამისად ანუ ეს რედაქციული ხასიათის ცვლილებები შევიდა ამ ასე ვთქვათ 71 მუხლში რომელიც პირველ მუხლში გათვალისწინდა არ არის ასეთი არ გახლავთ მეორე მუხლთან ხო მეორე მუხლი ეხება რომ ჯერ დასრულდება რკინიგზის ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან ვისთანაც აქვს დაცვის შეთანხმება და შემდგომ უკვე გადაიბარებს ამ ობიექტს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და კანონი გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში კი ბატონო პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანისთავაზე მცირე რედაქციული ხასიათის ცვლილება მე-17 მუხლის მე-9 პუნქტში განისაზღვრა რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს იმ სახელმწიფოებრივი ან და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ობიექტების ნუსხა, რომელთა დაცვა შესაძლოა განახორციელოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. კი ბატონო. შენიშნული მოსაზრებები, ასეთი არ გახლავთ. მადლობა ბატონო ალექსანდრე. მადლობა თქვენ. დაიკავოთ ადგილი. და ბოლო საკითხი არის ფრაქცია ქართული ოცნების ინიციატივა გრანტების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შეტანის მთავრობაზე. კოლეგებო, განვიხილავთ მესამე მოსმენით გრანტების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შეტანის მთავრობაზე საქართველოს კანონის პროექტს მოხსენებელი გახავთ საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი არჩილ გორდულაძე. ბატონო არჩილ მესამე მოსმენით განვიხილოთ. აქ არის? აი აქ. განვიხილოთ მესამე მოსმენით თავდაპირველად გთხოვთ მოგვეწოდოთ ინფორმაცია მეორე მოსმენის შემდგომ თუ განიცადა პროექტთა ცვლილებები და შემდგომ უკვე მადლობა მივყვეთ რედაქციულ შესწორებებს. მესამე მოსმენით
განსახილველად წარმოვიდგენთ აღნიშნულ კანონპროექტებს, მიმდინარეობს სამომდროულად იურიდიულ დეპარტამენტთან შესაბამისი კონსულტაციები იმისათვის, რომ ენობრივად სტილისტურად დაიხვეწოს კანონპროექტები და საბოლოოდ უკვე მესამე მოსმენის ტექსტი წარადგინება საქართველოს პარლამენტის პლენარულ ხდომას ოთხშაბათს, მანამდე რიგით ცვლილებები უკვე ასახული არის დარიგებულ ტექსტში და მთავარი საკითხია, რომ არავითარი შინაარსობრივი ცვლილება, რა თქმა უნდა, მესამე მოსმენის ფარგლებში არ არის შესული. აქ არის საუბარი, რომ გრანტების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები, სისხლის სამართლის კოდექსში და სხვა რელევანტურ კანონებში შესაბამისობა შემოდის და ერთგვაროვანი ხდება, მათ შორის მაგალითად პოლიტიკური საქმიანობის განმარტებაც, როგორც არის გრანტებში, იგივე იქნება სამართალდარღვევათა კოდექსშიც, ესე კრებსითაც შემიძლია მოგახსენოთ. რაც შეეხება გრანტების შესახებ კანონს, მივყვეთ მაშინ თითოეულ საკანონმდებლო აქტის პროექტს და მიმართავ კოლეგებს ამ საზოგადოებას თუ იქნება რედაქციული შენიშვნები, რაც არის მესამე მოსმენის ფარგლებში განსახილველი, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ. ესე იგი, პირველი ეს არის გრანტების შესახებ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტი. აქ მოგახსენებთ, რომ პირველ მუხლს მესამე პუნქტი ემატება და კორექტირდება მეხუთე პრიმა მუხლის მეორე პუნქტი ძირითადი კანონისა, რომელიც გულისხმობს, რომ გრანტის გამცემმა დონორმა უნდა შეათანხმოს და მიიღოს თანხმობა საქართველოს მთავრობისგან შესაბამისი გრანტის გაცემის თაობაზე, ხოლო თუ გრანტის მიმღების სუბიექტი არის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-20 მუხლით გათვალისწინებული იურიდიული პირი და პლენარულ ხდომაზე ეს გააჟღერდა და შესაბამისად ეს ჩანაწერი ტექნიკურად არის მესამე მოსმენაზე მესამე მოსმენის ტექსტში ასახული, გულისხმება ნალა მუნიციპალიტეტების გაერთიანება, ამავდროულად სხვა ორგანოები, სახელმწიფო დაწესებულებები, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავად მიმართონ საქართველოს მთავრობას და თვითონ აიღონ თანხმობა და არა გრანტის გამცემა. არსებული წესის მიხედვით ჯერ გრანტის გამცემს უნდა მიიღო თანხმობა და შემდეგ გრანტის მიღებსაც, ანუ როდესაც სახელმწიფო დაწესებულება ისევ სჭირდება საქართველოს მთავრობის თანხმობა და გამოდის, რომ ერთ და იგივე პროცედურა ორჯერ უნდა ყოფილიყო გავლილი და ეს ორი პროცედურა ერთ პროცედურამდეა დასული. კი ბატონო, შემდეგი მეშვიდე პუნქტშიც არის გარკვეული ხასიათის დაზუსტება. აქაც მიეთითება, რომ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პრიმა პუნქტი გათვალისწინებული იურიდიული პირისა საქართველოში რეგისტრირებული ფილიალის წარმომადგენლობის ან განყოფილების მიერ თანხმობის გარეშე გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით, სრული ჩანაწერი ისედაც იყო, მაგრამ ტექნიკური ხასიათით გასწორდა. სხვა ხასიათის ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში არ გახლავთ. მაგრამ ისევ და ისევ იმ დათქვით, რომ პლენარულ ხდომას წარადგინება უკვე სტილისტურად გასწორებული კანონია. დიახ, გასაგებია, რაც დამუშავდება შესაბამისად იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად. მომდევნო პროექტი ეს გახლავთ სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. აქაც ანალოგიურად ხოლმე სტილისტურად არის დახვეწილი წარმოდგენილი კანონპროექტის შინაარსი აბსოლუტურად უცვლელია, მაგრამ დამატებითი კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს და მიზანშეწონილია, რომ რა თქმა უნდა, დათქვით უყაროთ გენჯი, რომ პლენარულ ხდომაზე იქნება აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო მეტად დახვეწილი. ერთი რაც შემიძლია მოგახსენოთ, არის რომ ახალ მუხლს 355 ტერცია მუხლის შენიშვნაში მიეთითება რა ითვლება პოლიტიკურ აქტივობად, ზუსტად იგივე პოლიტიკური აქტივობა, რაც სხვა მუხლში არის, რაც გრანტების შესახებ კანონში არის, რაც სამართალდარღვევათა კოდექსში არის, ისევ და ისევ საკითხის ერთგვაროვნებიდან ტერმინოლოგიური სწორად გაწერიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ აღნიშნული ჩანაწერიც აქ ყოფილიყო კონკრეტულ მუხლშიც. კეთილი. შემდეგ გახლავთ ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილება. აქ ცვლილებები არ არის. მომდევნო ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი. ანალოგიურად მოგახსენეთ, რომ ტერმინოლოგიურად და განმარტება არის ერთგვაროვანი წარმოდგენილი პოლიტიკური საქმიანობისა, ამ კუთხით არის შესაბამისი ჩასწორება, სხვა კუთხით ცვლილებები არ გახლავთ. ბატონო, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, ეს არის ცვლილებაში ცვლილება.
დიახ. დიახ. მოგახსენეთ ბატონ თენგიზ მადლობა ამ კითხვისთვის. გრანტების შესახებ კანონში არის და იყო განმარტებული, სისხლის სამართლის კოდექსშიც არის განმარტებული, უბრალოდ ერთ კონკრეტულ მუხლში იყო აღნიშნული განმარტება, მაგრამ არ იყო მაგალითად სხვა მუხლში და ერთი და იგივე განმარტება რომ იყოს, ამიტომ შენიშვნაში არის ორივე გაწერილი. ერთი და იგივეა სიტყვით იმეორებს მაგალითად ამ სამართალ დარღვევაში ზუსტად იგივე სიტყვით განმარტება არის ისეთივე როგორც არის ამერიკულ კანონში, რომელიც ქართულად არის ნათარგმნი ფარაში. პოლიტიკური აქტივობაც იგივე. დიახ. კი ბატონო, ცვლილებაში ცვლილება თუ დამატებით იყო ამ შემთხვევაში შესწორების ობიექტი. შემდეგ ეს არის ორგანული კანონის პროექტი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. აქაც რიგი საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით არის ცვლილებები, რომელიც დარიგებულ ტექსტში არის ასახული, შინაარსი აბსოლუტურად უცვლელია. კი ბატონო და ამ პაკეტში შემოვლი ბოლო კანონის პროექტი, ასევე ეს არის ორგანული კანონის პროექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ. აქ ცვლილება არის. კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. მაგრამ ისევ და ისევ თუ იქნება იურიდიული დეპარტამენტის შემოთავაზება, აუცილებლად გავითვალისწინებთ და წარმოადგენთ მლავრს თომას. გასაგებია, მადლობთ საკითხი, განხილვადი. მადლობა. გადავიდეთ. კეთილი, ტექნიკური შესვენება 2 წუთით, ვიდრე კოლეგები დაბრუნდებიან დარბაზში. არგით კორომი გვაქვს კოლეგებო, გადავიდეთ კენჭისყრის პროცედურაზე. კენჭიერება პირველ საკითხს ეს გახლავთ ორგანული კანონის პროექტი საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე, ვინ არის მომხრე? დაამზრდთა მიერ ერთხმად, შემდეგია საჯარო დაწესებულება შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ვინ გახლავთ მომხრე? დაამზრდთა მიერ ერთხმად. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებთან ერთად ვინ არის მომხრე? დაამზრდთა მიერ ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება. მეოთხე ინიციატივა საქართველოს საგზაო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ თანმდევ ცვლილებასთან ერთად მეორე მოსმენით ვინ არის მომხრე? დაამზრდთა მიერ ერთხმად, მადლობა. და ბოლო ფრაქცია ქართული ოცნების ინიციატივა გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თანმდევ ცვლილებებთან ერთად მესამე მოსმენით ვინ არის მომხრე? ერთხმად, დაამზრდთა მიერ დიდი მადლობა. ამით ჩვენი კომიტეტის განსახილველი საკითხები ამოწურული აქვს, ისურვებთ კარგ და ნაყოფიერ დღეს.